ძალიან არეულია აქაურობა გამოივსო ეს ოთახი, მაგრამ არ მერიდება თქვენთან ჩვენება. შეიძლება რამდენი აბრეშუმი შეგვიგროვდა თქვენგან მოტანილი. ესენი სულ ყველა არის აი ამ ჩვენი საბნის პირებად ნაყიდი აბრეშუმები და ერთი მეორეზე ლამაზები შეგვიგროვდა ძალიან გამოვსებულია ყველაფერი. ძალიან ვარ გახარებული. ნახე როგორებია. ეხა ესენი ძალიან დასაკეცია და მისახედი და მაგრამ შეხედე როგორებია. რამხელა სიმდიდრე ინახება თურმე ქართველი ადამიანების სახლებში. ზოგი ძალიან დაჭმუჭნილია. უფრო უხმარებს ვცდილობთ, რომ უხმარები შევიძინოთ, რომელიც არ არის გამოყენებული. ნახე როგორები მოაქვს ადამიანებს. სულ ყველა არის აი თბილისისიდან და თბილისის შემოგარენიდან მოტანილი ნაჭრები. ნახე როგორებია. მე ამას დავახარისხებთ და საბნებად გადავაქცევთ. ჩვენი საბნები კი გინახავთ. აი კარგებში, რომელიც ლამაზია და რომელიც ასე ვთქვათ, უხმარია, გამოუყენებელია, 100 ლარი არ გვენანება. ვიხდის სიამოვნებით 100 ლარს. სხვათა შორის ესენი თავის დროზე თარღირდა როგორც ხვდები იაფი. აი სახლებიდან რომ მოაქვთ, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, გამოუყენებლად ედოთ. ამდენი წელი, ბევრი ამბობს, რომ ჩემი არა, დედა ჩემის ნაყიდია. და გვიყვებიან ამბებს. ნახე როგორები. ერთი მეორეზე ლამაზია ყველა, აი საითაც გაიხედავ, ახლა ყველგან აწყვია. ნახე ესენი როგორია. და გვიყვებიან ამბებს საიდან როგორც ხვდები, 2 ცალი, ესე იგი წყვილი ღირდა 50 მანეთი. 50 მანეთი არც ისე ცოტა იყო მაშინ. ბევრი ფული იყო. აი ნახე როგორებია. ამით გამოვა სასწაულის საბნები. შეხედე როგორი ფარშევანგებიანია. ეხლა ამ ბოლო დროს ცოტა შემცირდა, იმდენი ვეღარ მოაქვთ, მაგრამ მაინც მოაქვთ. ცოტა დღე არ არის რომ 1 2 3 5 მაინც არ მოიტანო. და მე დაუნანებლად ყიდულობ. ამდენი შემკერავისა და ვინ შეკერავს ამდენ საბანს, მაგრამ გონია რომ არ იქნება, გონია რომ გათავდება. რა ნახე ერთი მეორეზე ლამაზები ყველა. საითაც გაიხედავ, აქ კიდე ფარშევანგი. ბევრს ახლავს ეტიკეტი, ნახეთ? აი. Сорт первый, размер 2,12 метр 40. Рисунка цвета. Ага, ნახე რა ლამაზია. ამას ყველას და აი ლურჯებ შეხედე როგორია. ნახე რა ლამაზია. ეს ვიღაცა მომიტანა მე ავლაბრელი ვარ რომ მითხრა. მე მგონი სომეხი ხალი იყო. ძალიან ლამაზებია, ნახე რა კარგებია. ბევრი მოაქვთ აზერბაიჯანელებს. როგორც ჩანს, ფსიფერადის გამო მოსწონდათ ძალიან აზერბაიჯანელებს და ერთი ცოლქმარია ახალგაზრდები ეტყობა ისინი აგროვებენ და სხვებისგან ყიდულობენ და ჩვენთან მოაქვთ. ნახე რა ლამაზები. რამდენიმე ნავთლუღის ბაზრიდან მომიტანა გუშინ, გიორგიმ. ასე გროვდება, რა ვიცი, თავის მე დიდად არ გავრჯილვარ. ვინ რას აგროვებს, ვიღაცისთვის რა არის ფასეული და ვიღაცისთვის რა. შეხედე რა ლამაზი. ამისგან გამოვა ერთი მეორეზე სასწაული საბნები გამოვა. ეს თხელები ნახე რა კარგი აყვითლები. აგურის ფერები. აი ეს ნახე როგორი. ჩიტებიანი და ვარდებიან. აქედან ყვითელია. აქედან იასამნის ფერი. მე მგონია რომ თქვენც ამოიცნობთ ამაში ბევრს თქვენსას. ამას საერთოდ ფასი ახლავს, შეხედე. უხმარები ედოთ ეტყობა სახლებში. ერთი 500 ცალი მაინცა. მეტი თუ არა, მეტი. ეს ნახე ფოჩებიანი, ამით ალბათ საბანი არ შეიკერება, მაგრამ რადგან მოიტანეს და ახალი იყო, უარი აღარ უთხარით. რავით, მაია ამტკიცებს, რომ ესო ხელით ნაკარგიაო, მე მთლად არ მჯერა, მაგრამ არ ვიცი. ეხლა ამასობაში გვითხრეს, რომ თურმე ჩინელები ახლა ყიდულობენ თბილისში, აგროვებენ პლეხანოვზეო ერთი ოჯახიაო, აქ ჩამოსული ვიღაცა მომიყვა ასე მოსულმა.
და ამ ხელით ნაქარგებს აგროვებენ და უკან მიაქვთ ჩინეთში. რამდენად მართალი არ ვიცი, მაგრამ მომიყვა ვიღაცამ ამ რამდენიმე დღის წინ. რომ ავდარი იქნება და აღარ გვექნება გარეთ სამუშაო, მე ოთახებში უფრო დავალაგებ და ეხლა ისეთი ამბავია, რომ არ შემოიხედება არსად. ყველგან საგიჟეთია. ეს ჩემმა მეგობარმა მაჩუკა, მე მგონი ნინო ჩაკვეტაძე, ხატვარი რომა ნინო. იმან მაჩუკა და ამას რა თქმა უნდა ჩემთვის შევიკერავდა. არ გავყიდი. და რა მაკვირვებს, იცი, რამდენნაირს აკეთებდნენ? რამდენნაირს? ბევრი მოაქვთ ისინი ატლასები. ატლასები რა გულწრფელად რო გითხრა არ მინდა, რა თქმა უნდა ატლასი. როცა არის შესაძლებლობა, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა რომ შეგროვდეს, აი. აქ ნახე რა ამბავი. ყველგან ყრია. საშნელი დასაკეთია, იმიტომ რომ სრიალებს. ზოგი გასაუთოებელია. მაგრამ ფერს ნახე, ფერში ხედე. ინდოეთის ფერებია. წიფი ალუგლის ფერი, შეხედე როგორია. ჩიტით რომ ახლავს აგენა, და რა ჩიტია. აქ დიდი ფარშევანგია. ამისგანაც სასწაულე პირები გამოვა. აჰა. აიდე. არა არ თავდება. აინტერესებთ ადამიანებს, შევახედოთ რატომ არა, რა გვაქვს დასამალი. აი მწვანეები. ამაზე ჩიტებია სულა. აი როგორი ჩიტებია, ცოტა დრაკონებით ურევია მე მგონი. ოცდარვა დეკემბრის ჩათვლით ვიმუშავებთ წელს და თუ გამოგიჩნდებათ და გაგემეტებათ, ჩვენ სიამოვნებით ვიყიდით. და მივცემთ ახალ სიცოცხლეს. საკმარისია, შევხვდი. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ქონოდა დიდი მუთაკები. ინდოეთიდან ჩამოსული გადავირიე იქ მუთაკებზე და ნანა და ხათუნა უჩიაურებმა გააკეთეს ნახე რა სილამაზეები. ნახე როგორებია ფუშფუშები და დიდები. ძალიან ლამაზია და შვენის ჩემი აზრით ქართულ ინტერიერს. ინდოეთში ხშირად ნახავთ. ძალიან ხშირად ნახავთ ამ ზომის ბალიშებსაც და მუთაკებსაც, იმიტომ რომ იქ კიდევ უფრო დიდი კულტურაა ამ ნივთების მოხმარების. და საერთოდ მუთაკა იქაური ამბავია. ჩვენს ძველ ფოტოებზე, აი რომ ნახოთ ძველი ფოტოები, მეც ბევრი მაქვს ეგეთი, ერმაკოვის ფოტოებზე ქართველი თავადი ქალები არიან ამ ზომის მუთაკებზე მისვენებული. ასე ტახტებზე და ხალიჩებზე. ინდოეთში ხდებიან ასე დაბალ ტახტებზე. და ძალიან მოსახერხებელი დასაჯდომია. აი მეტი რომ არ შეიძლება ისეთი მოსახერხებელია. ნახე როგორია. ასე თავადივით გაიჯგიმებიან ხოლმე. აი ასე. და იქაურ ნახატებში, ინდურ ნახატებში ხშირად არის მუთაკა. ჩვენთან მუთაკამ დაკარგა უკვე. დიდად პოპულარული აღარაა და ჩვენს ინტერიერებში მუთაკას ახლა ვიღახმარობთ. რა ვიცი, მე ვხმარობ და მომწონს და ბევრი მაქვს, მაგრამ დიდად მაინდა-მაინც უკვე ისეთი აღარა ახალგაზრდებს არ ამგონია ხა მუთაკა. არა და მოსახერხებელი დასაჯდომი. აი ამაზე მოსახერხებელი არაფერი არა. ძალიან ფუშფუშა და კაია. ასე ჩაფლული. აჭარაშიც ჩვენი ქალები კერავენ და კარგავენ ასევე უფრო პატარა ზომის. ასეთი მაგალითად მე ბალიშის ქვეშ მიდევს, ასე საწოლში ძალიან ლამაზია და კაია, ტილოს ნაჭრებით, თავიანთი ამ აჭარული ნაქარგობებით. მუთაკებიც ბევრი გვაქვს და ბალიშებიც ბევრი გვაქვს. ეს ძალიან უნდა უყვარდეს ადამიანს მუთაკა, ან ძალიან ბევრი ფული უნდა ქონდეს ჩასატენად, რომ ამ ზომის მუთაკა მოუნდეს, მაგრამ ერთი მეორეზე ლამაზია. ნახე რა კარგია. ხადაშორის ჩემს სტუმრებს თავაზობ ზოგჯერ შინაურებს რა თქმა უნდა უცხოს ვერ გაუბედავ და ასე დაბალ ტახტს დაუდგამ ხოლმე და მუთაკას და ძალიან მოხერხებულად ასე ცოტა ხანი ჩაის დავლებთ ხოლმე ასე გაფუშფუშებული
28 დეკემბრის ჩათვლით ჩვენ ვიმუშავებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ. რა თქმა უნდა, მუთაკების შეძენა შეგეძლებათ და სხვა ბევრი რამისაც, ბევრი ფარდაგი და ხალიჩა გვაქვს. აი გახედი აქეთ რა ხდება ნათი. ყველგან სავსეა. ყველაფერი სავსეა, ჩვენი საწყობები ძირიდან თავამდე არის სავსე. ძალიან ლამაზი ბევრი ნივთი გვაქვს და შეგიძლიათ გვესტუმროთ ყოველდღე ორშაბათის გარდა 10-დან 18 საათამდე გიმასპინძლებთ ამ საგამოფენო სივრცეში მუთაკების სანახავად. თუ ყიდვა არ მოგინდებათ, ნახავთ მაინც.